რამდენიმე დღის წინ, რაღაცა არ 3-4 დღის წინ 23-ში მოკლედ იყო ჩემი დაბადების დღე. რადგან ჩემი თავი ძალიან მაგრად მევასება, შესაბამისად ამ დღესაც ვაფასებ რა, მე დავიბადე და მაგრად ასწორებს გონია რომ არა მარტო ჩემთვის ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ეს დღე რა და მინდა რომ კიდევ უფრო მეტისთვის გახდეს მნიშვნელოვანი. შესაბამისად რამდენადაც შემიძლია ხოლმე ამ დღეს აღვნიშნო რა, ცოტა ისეთი კონტია, სხვა დღეებსაც ძალიან მაგრად აღვნიშნო, მაგრამ ჩემ დაბადების დღეს მაინც რაღაც ეგეთი სტერეოტიპი მაქვს, რომ ძალიან მაგრად უნდა აღვნიშნო რა, არ არის ეს გამოხატული იმაში, რომ მაინც ბევრი ფული უნდა დავუხო. უბრალოდ რა რაღაცნაირად მეგობრების წრეში და ეს ბოლო დაბადების დღე ჩემ მეგობართან ვიყავით წასულები საგარეჯოში აქ რაღაც აგარაკი და ბევრნი ვართ რა, ბევრნი რა 1-20 რა. გენდერული ბალანსის დასულია რა, გოგოები, ბიჭები ვართ და აი ძალიან ბევრი დავლიეთ. მოკლედ ყველაფერი ვქენით იმისთვის რომ არ ყოფილიყავით ფხიზლები და კონკრეტება არ ვიცი რამდენად საჭიროა. და რაღაცა ხოიც ეგეთი პონტი როა ჯერო ერთად ხართ რაღაცებს ბაზრობ და მე ვიღაცაები რაღაც უსავკარო ცოტა მიიჩნდება რაღაც ეგრეთ წოდებული კუტოკები რო იჩიტებ. და ერთ ოთახში შევედით და ოთახში შევედით, პროსტა მე ვეუბნები რომ რა გვინდა ოთახში რა, გავიდეთ აივანზე. იქ უფრო მაგარია გრილა აქ რომ მაგისთვის წამოვიდით ოთახი თბილისშიც აქვს. და კარგი მეუბნება ერთი ჩემი მეგობარი გავიდეთ. და გავედით ყველანი და ვხედავ რომ 3 ბიჭი და 1 გოგო დარჩნენ რა. მაგრამ დავიკიდე მეთქი გამოვლენ და რო გავედი ერთ 20 წუთში მეთქი სად არია პროსტა 3 ბიჭი და 1 გოგო, აი არ ვიცი პროსტა რა ხდება რა, ბაზარ შეიძლება ორგია კონდეთ, მაგრამ ორგია თუ აქვს მომენტ შეიძლება 4 ბიჭი და 1 გოგოც იყოს რატომაც. და შევდივარ ოთახში და უცებ შევედი რა, შუქი ავანთე და ხედავ რომ ეს ჩემი 3 მეგობარი ბიჭი არის შიშველი და 1 გოგო ჩაცმული. და მოკლედ ბიჭები და პირო ვთქვა ბიჭები ტნაურობენ. აი ჩემი ერთ-ერთი best friend-ი ტნავს მეორე best friends. და მესამე ისეთი გეი არ ვარო იძახის რა, იდეაში გეებთან ტნაური არ მევასება, მარტო ნატურალებთან ტნაური. და მესამე დგას აი სუპერ ორგია რა, ერთი მეორეს ტნავს, მეორე მესამეს პირში აძლევს, ეგეთი პონტია რა. შესაბამისად ისტორიას არ ვიცი რამდენად რამე ისეთი დასასრული ექნება. მაგრამ მე ეს ჩემ მეგობრებს გაუბაზდა და აი ერთ-ერთი მეგობრის მაგერსის დღეს მოუყევით და გამოყლევდა რა და სამ Facebook-ზე ბევრი ამბები და სამსახურში აი ძალიან მაგრად ვეკაიფებით და მე დაჟე ერთმა ბიჭს ხედავთ რომ აი ვინც არის ეგრე გეი არ არის რა, იცი რა, უბრალოდ კაცებთან ტნაური ევასება, აი ამ ბიჭს აძლევს პირში რა, მინებს იმაში აკეთებინებს რა იყო თქო კითხე შენ ხო კაცები ხო არ გევასება თქო და ტიპა მაგარი პასუხი დავიცა რომ პროსტო ჩემ შეყვარებულს ძინავსო და მე ტნაური მინდოდა და მაგიტო ტნაურა ბიჭს. აი ეგეთი ისტორია მოვყევი მე, რომელიც ამ ქვეყანაში არც ისე ბევრ ადამიანს გადახტომია თავს. ნახავთ, ვახუნა გავთანაც.